პარლამენტის შენობის უკან ჩიტაძის ქუჩაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იყიდება 303 კვადრატული ოფისი, $1,250,000. მოდით შევიდეთ შიგნით და დავათვალიეროთ ეს ფაქტი. მობრძანდით, ვიმყოფებით ჩიტაძეზე ძალიან მაგარ საოფისე შენობაში, როგორც თქვენც ნახეთ, 303 კვადრატული ოფისი, რომელიც ეხლა ჩვენ შეგვიძლია ერთად დავათვალიეროთ. მოდით ჯერ დავიწყოთ აი ამ საინტერესო სივრცით, გავიდეთ ერთ-ერთ მთავარ მისაღებ სამუშაო სივრცეში, შეიძლება მისაღების სივრცე იყოს, შეიძლება სამუშაო, რომლიდანაც ჩვენ გავდივართ ვერანდაზე, რაც არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი ამ საოფისე ფართის. სანამ ვერანდაზე გავართ, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის 8 ოთახიანი სამუშაო სივრცე, რომელსაც დეტალურად დავათვალიერებთ. აი ეს დამატებითი ბენეფიტი, აი ამ ოფისის ეს ვერანდა, რომელიც რა ვიცი, ყველანაირად შეიძლება გამოიყენო ისე ჰაერზე გამოსასვლელად იქნება რაღაცა წვეულებისთვის, აღსანიშნავადაც ალბათ ძალიან დიდი ბენეფიტია ქალაქის ცენტრში პარლამენტის უკან ესეთი სივრცე ამხელა ვერანდით და ვერანდიდან პირდაპირ შეგვიძლია გავიდეთ სამზარეულოში და შემდეგ სამზარეულოდან უკვე დავარტყათ წრედან ოფისის დანარჩენი ნაწილიც დავათვალიეროთ. ეს არის სამზარეულო საკმაოდ ტევადი და საკმაოდ კომფორტული. აქედან უკვე ამ დერეფნიდან ჩვენ გავდივართ ოფისის დანარჩენ ნაწილში. სწრაფად გავირბინოთ, რომ ყველაფრის ნახვა მოვასწროთ. აქ არის ერთი პატარა კაბინეტი, სადაც 2-3 კაცი თავისუფლად იმუშავებს. აქაც კიდე ერთი პატარა ოთახია, სადაც 2-3 კაცი თავისუფლად იმუშავებს. ნათელი ოთახებია, ხედავთ, აქეთ არის, აღარ ავანთებ, საკუჭნაო არის, სადაც რაღაცები შეიძლება შეინახოთ, შეიძლება სერვერები დააყენოთ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად. აქეთ არის სველი წერტილი მამაკაცების, ქალბატონების. აქეთ არის კიდე ერთი კაბინეტი 2-3 კაციანი, რომელსაც კიდე აქვს დამხმარე სივრცე, ამჟამად ესენი არ იყენებენ, მაგრამ აქაც შეიძლება მოეწყოს რამდენიმე მაგი და სკამებით. დავბრუნდით აი ამ ჩვენ ძირითად ნაწილში, დერეფანში შეგვიძლია ვაჩვენოთ, საიდან შემოსასვლელია და აქეთ არის კიდე ოფისები ჩამწკრივებული, რომლებიც ეხლა ვნახოთ. აქ არის დიდი ოთახი შედარებით, საკმაოდ მოზრდილი ოთახია და ამ ოთახს აქვს, გარდა იმისა, ძალიან ნათელი ოთახია, დამატებით ძალიან მაგარია, რომ აქვს საკუთარი სველი წერტილი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ. გამოვედით ისევ დერეფანში, ახლა დავათვალიეროთ სხვა ოთახები. აი აქაც არის ერთი ძალიან საინტერესოა, რომ ეს ოთახის არის დაახლოებით იმ ზომის და ამასაც თავისი სველი წერტილი აქვს, ჩვენ შეიძლება ყველაფერი დეტალურად აღარ ვნახოთ, რომ სწრაფად მოვასწროთ დათვალიერება. კიდევ ერთი დიდი ოთახი, ამას არ აქვს თავისი სველი წერტილი, მაგრამ საკმაოდ დიდი სივრცეა სამუშაო და ასევე ძალიან ლამაზად არის აი აქ meeting room-ისთვის, შეხვედრებისთვის, როგორც გინდათ გამოიყენებთ, საკმაოდ ელეგანტური მოლაპარაკებებისთვის განკუთვნილი სივრცე. ეს იყო ამ ოფისთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გვეჩვენებინა. დაინტერესების შემთხვევაში დავიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე და დეტალურ ინფორმაციას მოგაზრდით.